უკრაინამ ბელგოროდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაარტყა, სადაც რუსები დრონებს აწყობდნენ და ტესტავდნენ. გასულ ღამეს რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით კიევმა 300-ზე მეტი დრონი გაგზავნა. დაიბომბა Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი ვლადიმირის ოლქში. ამ დროის მონაცემებით 26 უმსხვილესი საწყობიდან დაახლოებით 16 აღარ ფუნქციონირებს. უკრაინამ Wildberries-ის ლოჯისტიკური ჰაბების 62% წყობრიდან გამოიყვანა. მე განგაშის შეგრძნება მაქვს, რადგან რუსეთზე დარტყმები ძლიერდება, აცხადებს კრემლის პროპაგანდისტი და იდეოლოგი დუგინი. მისივე თქმით, უკმაყოფილება იზრდება ხალხშიც და ამის არ შემჩნევა შეუძლებელია. იმის თქმა, რომ თავს კარგად გრძნობ არ შემიძლია, განგაშის ნოტები ისმის ჩვენს საზოგადოებასა და ჩვენს პოლიტიკაში, ამბობს დუგინი. ქარელის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ ხორცში ცხენის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასკვნა ამის შესახებ ბაღების გაერთიანებას გაუგზავნა. ქარელის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცს კომპანია შპს ქართული ხორცს პროდუქტების ფერმერი აწვდიდა. ივნისში მერიამ ახალი კომპანიის ძებნა დაიწყო. მიზეზად მაშინ ჰიგიენური ნორმების დარღვევა დასახელდა. 3 წელი შოვის ტრაგედიიდან და პასუხგაუცემელი კითხვები. უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება. პასუხისგებაში არ მიუციათ არც ერთი თანამდებობის ან კერძო პირი. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, მანქანები, ხიდები, მოგლიჯა ხეები. ადგილზე სამაშველო ვერტმფრენი მომხდარიდან 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა.